ეუფეუზეცად მოგეშინოს ცერემონი სულ ჭეშმარიტებისეო, რომელი ყოველდღიურად ხარდა ყოველსავე აღავსებს მაგრიფოში. სამჯერ კეთილთა მონიტორინგის ცხოვრებისეო, მოვიდა დაემკვიდრეთ ჩვენ შორის და წმინდა მღვდელი ჩვენ ყოვლისა და მიწისა, რაც ხოლმე საფიეროს. სული ჩვენი ამინ. ეს დაგვიანებულებს ვერ დაველოდები და ამიტომ მოდი დავიწყოთ. ხოდა ნელ-ნელა შემოგვიერთებია. ხოდა მე თონად ჩქარო. და საერთოდ ეხა ნელ-ნელა რაღაც ჯობია ალბათ მივეჩვიოთ რომ ზუსტად დავიწყოთ რომ. ჯობია. იმიტომ რომ გაიგეს ეხა 8 წუთი ვაგვიანე, მე კიდე აგვიანე. იციან რომ აი 10 წუთი დავაგვიანე. ასე რომ თვითონ 7-ზე დავიწყოთ ხო? ჩვენ დღეს მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, იმიტომ რომ დღეს ვასრულებთ მათეს სახარებას. 28 ანუ ბოლო თავი დაგჭა მათეს სახარებისა. და ვეცადოთ რომ ძალიან ყურადღებით მოვისმინოთ და ნუ ბოლოს რომ დავასრულებ, მე რაღაც ესე ეპილოგივით ბოლო სიტყვასავით გავაკეთებ რაღაცას. ძალიან მნიშვნელოვანი თავები განვიხილეთ ჩვენ, ეს ბოლო თავები, იმიტომ რომ ტელეფონებს უშველეთ ძალიან ხო და აღარ გამომეორებინოთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი თავები განვიხილეთ, სადაც ჩვენ უფალთან ერთად შევეცადეთ ყოველ შემთხვევაში რომ განგვეცადა ყველა ის ტკივილი, ყველა ის განსა, რომელიც უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჩვენი გულისათვის დაითმინა. მე თქვენ არაერთხელ გითხარით და კიდევ მინდა გაგიმეოროთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აი მიზანი რა არის ჩვენი სახარების გაცნობისა და ამ სახარების გამარტებისა, რომ ჩვენ ვცდილობთ რომ გავეცნოთ უფალს. ვინ არის უფალი? რა გააკეთა მან ჩვენთვის? აი რატო უნდა გვიყვარდეს? ხო გაგვიგია ახლა რომ აი უფლის უმთავრესი მცნებებია რომ შეიყვარო უფალი შენი, მთელი შენი არსებით, მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით. აი თუ კი რამე საგრძნობელი გაგაჩნია, ყველაფრით უნდა გიყვარდეს უფალი. ეს არის პირველი და უმთავრესი მცნებაო, უფალი ამბობს და მეორე მცნებაო, შეიყვარო მოყვასი, როგორც საკუთარი თავი გიყვარს. ეხლა მოყვასი რომ შეიყვარო, თქვა, ჩვეულებრივი უწმუნო ადამიანისათვის, სულიერად გაუცნობიერებელი ადამიანისათვის, გაცილებით უფრო იოლია, იმიტომ რომ ეხლა მოყვასი იცის ვინც არის. ხედავს იმ მოყვალს, შეეხება ხელით, გრძნობს, მისი ესმის, მაგრამ რთულია შეიყვარო უფალი. რთულია შეიყვარო უფალი, რომელიც არ გიხილავს და რომელსაც არ იცნობს. აი სწორედ ამიტომ არის და სწორედ ამ მიზანს ისახავს ჩვენი საუბრები, ესე პირობითად ლექციებს რო ვეძახით, რომ გავიცნოთ უფალი და გავიგოთ რატომ უნდა გვიყვარდეს. ხო შეიძლება გაუჩნდეს ადამიანის შეკითხვა არა, რომ აი რატომ აძალებს უფალი რომ მიყვარდეს. აი რატო არის ცნება და რატო არის აუცილებელი, საერთოდ აუცილებლობა სიყვარულთან მაინც ადამიანს ვერ თავსდება, ხო? იმიტომ რომ ხა სიყვარული ნებაყოფლობითია და უნდა გიყვარდეს შენი სურვილიდან გამომდინარე, ხო? და არა იმიტომ რომ ვიღაცა გაძალებს ამას, რომ აი ეს უნდა და სიყვარული ერთად ვერ რიგდება, ხო? არა და ესეა ნათქვამი და ჩვენ ვიცით რომ უფალი უნდა გვიყვარდეს. აი რატომ არის ეს ვალდებულება, საიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი? აი ამას ყველაფერს ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეიმეცნებს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გაიაზრებს, როდესაც მიხვდება საერთოდ ვინ არის უფალი. ერთი სამწუხარო ამბავი მინდა შეგატყობინოთ რა, აი აქ ჩემ წინ იჯდა ხოლმე ქალბატონი, რომელიც იწერდა მუდმივად. და ხელით აკონსპექტებდა ჩვენ საუბრებს რა და გარდაიცვალა. მაგდა. ხო, მარიამ. ხო. ხო, აი დღეს მითხრა მეც მამაშალომ არ ვიცოდი რა, რომ ჩვენი მრევლიო მამა ივანე ბარკალაია სიდედრი ყოფილა. ხო და მე არც ვიცოდი, უბრალოდ როგორც მის სიდედთან ისე მივედი პანაშვიძეო და აღმოვაჩინეო, რომ ეს ხო. აგერ ის და ხომ ხან ჩემ წინ ზუსტად რა, ხო და ძალიან კარგი მინდა რომ მოიხსენიოთ, ხო ლოცვებში. მარიამი, ხო და
ხო, იმიტომ რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და ღმერთმა გაანახეს რა. მე არ ამგონია რომ მეშლებოდეს, იმიტომ რომ მამა შალომ როგორც აღმიწერა, სწორედ ის არის რა, ნამდვილად ის არის. ხო და ნათელში ამყოფ უბრალოდ იმიტომ რომ წინა ლექციაზეც არ იყო და მე თვალში მომაკლდა, იმიტომ რომ ყოველთვის ესწრებოდა ხოლმე არ გაუცდენი არასოდეს ხეილით იწევდა და აკონსპექტებდა რა. და მიკვირდა კიდევაც მეთქი როგორ ასწრებ მეთქი რა, ჩაწერას მეთქი და რო ასწრებ ხო და თუ. კი, სულ ისეთი ძალიან განათლებული ადამიანი იყო რა და აუცი ხა თუ მეშლება და ის ადამიანი არ არის, მერტმა კარგად ამყოფის და ჯანმრთელად ამყოფს, მაგრამ როგორც აღმიწერეს მამებმა ნამდვილად ის არის რა და მე ვაპირებ. იყო გასულ სამშაბათს კი არ მახსოვს. მე თითქოს მახსოვდა რომ გასულ სამშაბათს უკვე აღარ იყო რა. ხო და ეს უკაცრავად ბუდისტი ხა ეს გადახურვის ხა ეს რო არ მეთქვა არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ იმდენად ერთგული ადამიანი იყო ჩვენი და იმდენად სულ აქ იყო ხა მიუხედავად იმისა რომ აღმსარებელი ჩვენი არ ყოფილა ერთხელ კი ქონდა ჩავარებული ჩემი სახსარება, მაგრამ ჩვენი აღმსარებელი არ ყოფილა რა და მიუხედავად ამისა რაღაცა ჩვენად და ჩემს მრეულად და იმათ მიმაჩნდა რა. ხო და ერთმა განუსვენოს, ერთმა ნათელი დაუმკვიდროს მას. მაგრამ მოდი ჩვენ მიუბრუნდეთ ჩვენ საქმეს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეხლა ცოცხლები და მიცვალებულები ყველანი ერთად ვართ ხის წინაშე. ამაში ქრისტიანისთვის არაფერი განსაკუთრებული ტრაგედია არ არის. ამ ადამიანმა ისე იცხოვრა, მე დარწმუნებულია, როგორც ქრისტიანი შეეფერება და თავის კეთილ საზღაურს მიიღებს მარადილ სამყოფელში. ამაში ეჭვი არ მეპარება და ჩვენი ულოცვი და ჩვენი შეწევნი და ჩვენი სიკეთე. რაც შეიძლება სახარებს, აი სწორედ იმას გეუბნებოდით, რომ იმისათვის რომ ადამიანმა შეიყვარო ვინმე არ აქვს მნიშვნელობა. ამისათვის ელემენტარულად უნდა იცნობდე ჯერ, ხო? როგორ შეიძლება არ იცნობდე და ვინმე გიყვარდეს, ხომ წარმოუდგენელია და აი სწორედ ამას ისახავდა და ისახავს მიზნად ჩვენი საუბრები, რომ უკეთ გავიცნოთ უფალი. უკეთ გავიგოთ რა გააკეთა მან ჩვენთვის ხალხ. აი მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ჩვენ რომ შევიყვაროთ ის. და მე მგონი ასე თუ ისე მეტნაკლებად რაღაცა გამოგვივიდა, იმიტომ რომ აგერ უკვე რამდენი ხანია ჩვენ ვცდილობთ ამას, რომ რაღაცნაირად მივიდეთ იქამდე, რომ გავიაზროთ უფალი, ხო? და მე მგონი ცოტათი შევძელით. და მე რაღაცა მიხარია, რაღაცა დღეს რომ ვიაზრებდი იმას, რომ დღეს უკვე ბოლო თავზე უნდა გვესაუბრა, შინაგანად მიხარობდა ძალიან, რომ ერთმა შეგვაძლებინა და მოგცა იმის საშუალება, რომ აი მათ ეს ახარება ბოლომდე დაგვესრულებინა. ეს უკვე სამადლობელია ღვთისადმი. ეს უკვე ძალიან სასიხარულოა, ძალიან კეთილი ამბავია და ეხლა თუ იმის იქით კიდე რასაც მოგცემს ღმერთი, რის საშუალებასაც მოგცემს, ამას ყველაფერს მე გავაგზავნებ და მე ვიტყვი. ჩვენ დავასრულეთ წინაზე უფლის ჯვარცმით. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ გარდამოხსნეს უფალი, თუ როგორ მივიდა იოსებ არიმათიელი, გითხარით ორი სიტყვა მის შესახებ. გამოითხოვა პილატესაგან უფლის გვამი და ისიც გითხარით, რომ ესეც დიდ გაბედულებას წარმოადგენდა იოსებ არიმათიელის მხრიდან, იმიტომ რომ ის ადამიანი არ იყო ჩვეულებრივი უბრალოდ ფენის წარმომადგენელი, არამედ დიდგვაროვანი გახლდა და ესეთი დიდარი ადამიანი, რომელმაც იკადრა და გამოითხოვა, არ შეეშინდა პილატესაგან უფლის გვამი, ანუ მანამდეო წერს მოციქული, რომ ფარული მოწაფე ყოფილიყო უფლისაო და შემდეგ უკვე აი ეს დაფარულობა მან გამოამჟღავნა, უკვე გაამჟღავნა და გამოაშკარავა, რომ ნამდვილად მოწაფე იყო და მიუხედავად იმისა, რომ იესო უკვე გარდაცვლილი იყო, მე მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ დიდ საშიშროებას წარმოადგენდა ის, რომ ეთქვა ვინმეს, რომ მისი მოწაფე იყო, იმიტომ რომ შეიძლებოდა ისიც მიეყოლებინა ცედა. აი იოსები არ შეუშინდა აი ამ საშიშროებას და მან განიზრახა, რომ ისულიყო პილატესთან და გამოეთხოვა მისი გვამი, მისივე ნაყიდ გამოკვეთილ ახალ საფლავში დაასვენა უფალი, მისივე ნაყიდი არ დაგით, ანუ ტილოთი წარგრაგნა შეახვია ენელსაცხებლე დედებმა საბოლოო პატევი მიაგეს მის ამქვეყნიურ სხეულს და დააკრძალეს საფლავში. ვისაუბრეთ იმაზეც, თუ როგორ გამოითხოვეს მივიდნენ ფარისევლები და მწიგნობრები პილატესთან და უთხრეს, რომ დაცვა დავაყენოთო, იმიტომ რომ მანუ დაიბარაო, რომ შეიძლება მესამე დღეს ავდგეო და არ მოხდეს ისეო, რომ მოიპარონ მოწაფეებმაო და მერეო თქვანო, რომ აღდგაო და უკანასკნელი საცდურიო პირველზე უარესი გახდესო. პილატემ უთხრა მათ, რომ თქვენ ყავთ დასიო, წადითო თქვენ თვითონ დაკრძალეთო და მართლაც თვითონ დაუყენეს მცველები. მოდი ვნახოთ შემდეგ რა ხდება.
ხოლო მწუხრი შაბათასა, რომელი განთენდებოდა ერთ შაბათად, ადრე ებრაელების დროს შაბათი იყო დასვენების დღე და დღე, რომელსაც ჩვენ უწოდებთ კვირას და ამაზეც ბევრჯერ მისაუბრია, რუსები უწოდებენ აღდგომას პირდაპირ, ხო, ვასკრესენიეს. ეს დღე არ ითვლებოდა, ასე ვთქვათ, სადღესასწაულო დღე, ჩვეულებრივი ყოფითი დღე იყო და ერქვა მას ერთ შაბათი. ანუ ჩვენ დღესაც, ხო, ანუ ძველი ქართული ფორმა კვირისა ერთ შაბათი იყო. იმიტომ რომ რატო ვიწყებთ მაგალითად ათვლას ორ შაბათიდან, არ დაფიქრებულ ხართ ამაზე? აი რატო ერთ შაბათიდან არ ვიწყებთ ერთ შაბათი, ორ შაბათი, სამ შაბათი, იმიტომ რომ ერთ შაბათი ერქვა კვირას. და კვირა გახდა მას შემდეგ და ნიშნულობა ამ დღემ შეიძინა უკვე ყველაზე აღმატებული და ყველაზე მნიშვნელოვანი მას შემდეგ რაც უფალი აღდგა სწორედ ერთ შაბათს. აი ყურე როგორ წერია წუხრი შაბათსა, რომელი განთენდებოდა ერთ შაბათად. ანუ შაბათის ღამეს და კვირისკენ უკვე რო თენდებოდა კვირა, ანუ მაშინდელი ერთ შაბათი. თვითონ კვირა საიდანაა წარმოქმნილი? კვირა არის ბერძნული სიტყვა, ჩემო ძვირფასო და ნიშნავს შვიდეულს. შუალედს კვირიდან კვირამდე. და უფალსაც უკავშირდება. კირიე ბერძნულად არის უფალი და კვირა კვირიოს ძველი ქართული ფორმებია, უბრალოდ ძველ ქართულში გადმოსული ძველ ბერძნულიდან უფლის სახელია რა. ანუ კვირა უფალს ნიშნავს. მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხვა იგი მარიამ ხილვად საფლავისა მიის. ეხლა რაც შეეხება აღდგომის პროცესს, აღდგომის მომენტს, ეს ყველაფერი ბევრად უფრო ცლად და ბევრად უფრო კარგად და დეტალურად აქვს აღწერილი ლუკას, მარკოს და იოანეს. მათეს ცოტა მშრალად აქვს ეს ყველაფერი აღწერილი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით უბრალოდ მე ვეცდები რომ დიდხანს აღარ შევჩერდე, იმიტომ რომ ჩვენ ყოველ შაბათს საღამოს ვკითხულობთ საკვირაო სახარებებს. თელ 4-ვე სახარებაში რაც არის თავმოყრილი უფლის აღდგომასთან დაკავშირებული სიუჟეტები და პასაჟები, ხო, აბსოლუტურად ყველაფერი 11 სახარებაში, 11 საკვირაო სახარებაში არის მოქცეული, კონცენტრირებული, დაყოფილია 11 სახარებად და მთელი ლიტურგიკული წლის განმავლობაში იკითხება შაბათობით საღამოს, იმიტომ რომ ჩვენ არაერთხელ გვიტყვავს ამის შესახებ, რომ ყოველი კვირა აღდგომის ტოლფასი დღესასწაული გახლავთ და სწორედ შაბათ საღამოდან იწყება უკვე კვირის დღესასწაულობა ჩვენთვის, მორწმუნეებისთვის, ქრისტიანებისთვის. და თითოეულ მათგანზე, მახსოვს რამოდენიმეზე მე თვითონ ვისაუბრე და ვიქადაგე, არაერთხელ გვაქვს ჩვენ ნაკადაგები და აღწერილი და ყოველ შაბათს კიდევ ერთხელ გეუბნებით, იკითხება თუ როგორ წავიდნენ მენელსაცხებლე დედები, ვიდრე ბნელღა იყო, წერია ლუკა გვეუბნება, ხო? მოვიდაო მარიამ მაგდალინელიო ხილვად საფლავისა მისო, ვისაუბრია ამასთან დაკავშირებითაც თუ რამხელა გაბედულება და რამხელა სითამამე იყო მარიამ მაგდალინელის მხრიდან და რამხელა სიყვარული და თავგანწირვა უფლისადმი, რომ ღამისაც კი არ შეეშინდა. ეხა ღამის გვეშინია, ხო, ჩვენც ეხა ბევრი, აი ჩვენ შორისაც კი, მათ შორის მამაკაცებიც კი, არ მეგულება მე ბევრი ისეთი თამამი, რომ ღამე შეეძლოს მარტოც თუნდაც უცხო სასაფლაოზე გასვლა. და თუნდაც საკუთარი შინაურის, რომ ღამე წავიდეს სასაფლაოზე, ცოტა რთული ამბავია, ხო? იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დღის განმავლობაში ჩვენ გადასარევად ვიცით, რომ იქ საშიში არაფერი არ არის, ღამეს ახლავს თავისი იდუმალება და თავისი შიში და იქ მიცვალებული და რაღაცა და იქ მოჩვენება არ დაინახო და 1000 რაღაცა კიტრიალებს თავში, ხო? ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ მარიამ მაგდალინელს რამხელა სიყვარული ქონდა, რამხელა გამბედაობა, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის მენდელსაცხებლე დედა, რომელიც უფლის ჯვართანაც კი იდგა, რომელიც არ მოერიდა სიკვდილს უფლისათვის, მზად იყო ამისთვის, მოციქულებისგან განსხვავებით. ამჯერადაც მარიამ მაგდალინელი გახლავთ პირველი, ვინც ხდება ღირსი გაიგოს უფლის აღდგომის შესახებ. და სწორედ მარიამ მაგდალინელი მირბის მერე პეტრესთან, რომელიც იოანე მოციქულის სახლში იმყოფება და ეუბნება მათ გახარებული, რომ ესეო მეო ანგელოზი ვიხილეო, რომელმაც მითხრაო, რომ აღდგა უფალი.
და მე პეტრე და იოანე მორბიან უკვე, გახსოვთ თქვენ ეს ყველაფერი, ხო? სულ იკითხება ხოლმე ეს. პეტრე და იოანე მორბიან მარიამ მაგდალინელთან ერთად ისე, მარიამიც ისევ მათ გამოყვა, რა თქმა უნდა, ხო? რბიოდეს ორნივე ზოგადო სხვა იგი მოწაფეო წინ რბიოდა უადრეს პეტრესაო, იმიტომ რომ იოანე გახსოვთ თქვენ, რომ გაცილებით უფრო ახალ ყველაზე ჭაბუკი და ყველაზე ახალგაზრდა იყო მოციქულებში და გაასწრო პეტრეს. მაგრამ იოანეს ყოფნის იმდენი თანმდებობა, რომ პეტრეზე ადრე არ შედის სახლებში, გარედან შეიხედა. და ჯერ პეტრეს უშვებს, პეტრე მოდის, შედის და ნახულობს, რომ იქ უფალი არ არის. ის ტილო, რომელშიც გახოვული იყო უფალი, ხელუხლებელი დევს, მე ამაზე წინაზე გესაუბრეთ, რომ ის ნელსაცხებელი, რომელთაც ხდებოდა შემურვა მიცვალებულისა, ხო? გაპატიოსნება. როგორც წებო, ისე აწეპებდა მიცვალებულს კანზე აი იმ ტილოს, რომელშიც იყო გახოვული და შეუძლებელი იყო, რომ იქიდან ისე გამოგიხსნა მიცვალებული, რომ არ დაზიანებულიყო ან ტილო და ან თვითონ მიცვალებული. ხო და აი ერთ-ერთი სასწაული სწორედ ის გახდა და მე თქვენ წინაზე გესაუბრეთ ტურინის უდარის შესახებაც რა, რომ ერთ-ერთი სასწაული სწორედ ის გახდა, რომ ისე იყო გამოსული უფალი იმ ტილოდან, რომ ტილო ხელუხლებელი იყო. და ის რაც თავთან ედო, ის კიდე დაკეცილი იდო ცალკე. ანუ თვითონ ეს უკვე მოწმობდა ის ტილო როგორ მდგომარეობაშიც ნახეს იქ ანგელოს რომც არ ეუწყებინა მათთვის რომ აღდგა, ანუ ეს დამატებითი უწყება იყო უკვე მოციქულებისათვის, ხო? ანგელოს რომც არ ეთქვა, ის უკვე სასწაული იყო, რაც მათ ნახեց, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცოდა, რომ იმ ტილოდან ისე გამოსულა, ეხა ის შეიძლება შემოგეგლიჯა, შემოგეძარცვა, რაღაცა სულ დაიფლითებოდა რა. და ისიც კი შეუძლებელი იყო უკვე, წარმოიდგინეთ თქვენ. და ისე იყო ტილოდან ამოსული ადამიანი, ზუსტად ადამიანის ფორმაზე იყო დარჩენილი, დაჩუტული. და როგორც წმინდა მამები გვეუბნებიან და განმარტებლები და აი ტურინის სუდარის მკვლევარები ამბობენ, აი ესე იყო ამოსული პირდაპირ ესე ზემოთ, რა, აი წარმოიდგინეთ დაახლოებით, აი რომ იწვა უფალი პირაღმა აკლდამაში და ტილოდან აი ესე ამოვიდა მისი სხეული, ისე რომ ტილოს არ შეხებია. იყო რაღაცა დიდი ნათება, ამ ნათებას აღწერენ სხვათა შორის ისტორიკოსები, მათ შორის ევსები კესარიელი, რომლებსაც ეკლესიასთან საქმე არ ჰქონდათ. უბრალოდ ისტორიულად აღწერეს ეს ფაქტი. მისი მოწმობა სხვათა შორის ერთ-ერთი უმთავრესი მოწმობაა ურწმუნო ადამიანებისთვის, რომ ეს ჯერ რო იესო რომ ნამდვილად ისტორიული პიროვნება იყო და ის რომ ნამდვილად აღდგა. და მკვლევარები გვეუბნებიან ტურინის სუდარის, რომ აი ესე პირდაპირ ამოვიდა უფალიო, ისე რომ არ შეხებია საერთოდ, ანუ იყო ძლიერი ნათება, ამ ნათებამ სავარაუდოდ როგორც მკვლევარები ამბობენ, იმიტომ რომ ამბობენ, რომ ეს გამოსახულება, რომელიც ტურინის სუდარაზე არის გადასული უფლისა, ძლიერი დასხივების შედეგად არის მხოლოდ თუ გამოწვეულიო რა. ეხა ის დასხივება რა უნდა ყოფილიყო, მაშინ არც არანაირი ლაზერის სხივები არ იყო, არც რენტგენები და არაფერი, ხო? ანუ ეს იყო სასწაულებრივი, ეს იყო უფლისაგან, მისი სხეულიდან გამომდინარე ხელთუქმნელი ნათელი, რომელმაც დატოვა ამ სუდარაზე, რომელშიც იყო გახვეული უფალი, მისი ღვთაებრივი გამოსახულება. დაჰა ძრა იყო დიდი, რამე თუ ანგელოზი უფლისაი გარდა მოხდა, ანუ ეს უკვე წარსულში აღწერს, ასე ვთქვათ, მათი ამ ყველაფერს. ანგელოზი უფლისა გარდა მოხდა ზეცით, ანუ აღწერს, რომ ჯერ ძრა იყო, ანუ მიწა იზრა, შემდეგ ანგელოზი გარდა მოვიდა, ეს ანგელოზი იხილეს მცველებმა, იმიტომ რომ ანათებდა, აი ნახეთ როგორ წერია, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარის ამისგან საფლავისა და დაჯდა მასზე და ანუ ის ლოდი, რომელიც ძალიან დიდი იყო, გახსოვთ ალბათ ხომ, ლუკასთან არის თუ სწორად მახსოვს, როდესაც მიდიან მენელსაცხებლე დედები თავისთვის საუბრობენ, რომ ვინ გარდა გვიგორვოს ლოდი იგი კარის ამისგან საფლავისა, ანუ ვინ შეძლებდა წერია კიდევ სპიდავი და მოციქული ამბობს, რომ რამე თუ ლოდი იყო, იგი იყო დიდ ფრიადო, ანუ დიდი ლოდი იყო და შეუძლებელი იყო მით უმეტეს ქალისთვის მისი გადაგორება და თუნდაც რამოდენიმე ქალისთვის, ანუ რამოდენიმე ჯანიანი კაცი იყო საჭირო, რომ გადაეგორებინა დიდი სიფრთხილით ის ლოდი კარიდან, რომელიც ფარავდა გამოქვაბულის შესასვლელს. და გარდამოდის ანგელოზი, რომელიც ძალიან იოლად გადააგორებს ამ ლოდს. უყურე, გარდააგორვა ლოდი იგი კარის ამისგან საფლავისა და დაჯდა მასზე და, ანუ, ხედავთ როგორ დეტალურად არის აღწერილი ეს ყველაფერი.
რომ ჩვენ არ გვეგონოს რომ რაღაც აი ისტორიულად ყველაფერი რეალურად წერია. ხოლო იყო ხილვაი მისი ვითარცა ელვასავით ანათებდაო. და სამოსელი მისი სპეტაკ ვითარცა თოვლი. თოვლივიც სპეტაკი იყო, სითეთრე იყო რაღაც საოცარი, მისი სამოსელი ახლა თქვენ თან არ დაგავიწყდეთ ეს ყველაფერი ღამე ხდება. და ღამე ჯერ დღისითაც კი ესეთი ნათება შემოჩნეველი არავის არ რჩება და ძალიან დიდ ეფექტს ახდენს და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ვითუმეტეს როდესაც ეს ხდება ღამე. როდესაც 2 მაგად და 10 მაგად უფრო შთამბეჭდავია ეს მოვლენა რა. ერთი წუთი წარმოიდგინეთ თქვენ სველების მდგომარეობა. ადრე ჩავარდებოდნენ საწყლები. აი, ხოლო საშინელებისაგან მისისა შეეშინდა ძალიან სველებს. შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნეს ვითარცა მკვდარნიო. ნახე? მკვდრებივით დაეყარნენ რა ეს მისიონები, მცველებიო რა, ვინც იცავდნენ ამ საფლავს. იმდენად შეეშინდათ და იმდენად შეძრწუნდენო აი ამ ხილვით გაოგნებულნი. აი ამ ანგელოზით, ეხლა დიდებული ანგელი, ეხლა თქვენ ერთი წუთი წარმოიდგინეთ, ეხლა ჩვენ რო გვენახა ეს ყველაფერი რა. რომ ანგელოზი შუაღამისას, რომელიც ელვასავით ანათებს, მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკია, რომელმაც დაუბრკოლებლად რაღაცა ერთი ხელის მოცმით უცებ გადააგურა ეს ლოდი, ჩამოჯდა მასზე, ეს სველების მდგომარეობა, თქვენ წარმოიდგინეთ. რა დღეს ჩავარდებოდა. ჯერ ეს ანგელოზი გარდა მოხდა ზეცითო. და ესეც ნახეს ამ ცოლებმა, რომ ზეციდან მოდიოდა ელვასავით, რაღაცა ჩამოვიდა, ნახეს, ანგელოზი. ანუ მათშიც ხო იქნებოდა რაღაცა ეჭვი, ეხლა რომ რატო დაგვაყენეს აქ საფლავთან მცველად, ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა ეგეთი რამე არასოდეს არ მომხდარა, რომ მკვდართან მცველი დაეყენებინოთ, ხო? და თვითონ მცველებს უკვირთ რა ხდება. თუ კაცი მოკვდა, გარდაიცვალა, დაფლეს, დაკრძალეს, ლოდი მიაგორეს და დაცვა რაღაც უნდა იმას. და საკმაოდ სოლიდური დაცვა ყავდა. და ფული გადაუხადეს მათ მდელთავრებმა. აი ამ დაცვაში. და ფულს იხდიდნენ რომ ხიზლად ყოფილიყვნენ და სხვათა შორის მე თუ სწორად მახსოვს, სწორად ევსები კესარიელი წერს რომ მე გავცელეს იუდეველებმა ხმა აი იმათმა წიგნობრებმა და ფარისეულებმა და მდელთავრებმა რომ ჩაეძინათო მცველებსო და იმ დროს მოიპარესო მოციქულებმა. ხო და წარმოუდგენელი იყო ეგეთი რამე, სწორედ ევსები წერს რომ გამორიცხულია არ არსებობს, იქო მიწისძვრა იყო, იქო ელვა იყო, გამორიცხულია რომ იქ ვინმე ჩაძინებოდაო. აი ღრმადაც რო ძინებოდა და ყველაზე გაეღვიძებოდათ. ანუ ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს აი ამათი არგუმენტები, ვითომ და არგუმენტები იუდეველების, რომლებიც ცდილობდნენ რომ დაესაბუთებინათ თავიანთი ჭკუით, რომ ქრისტე არ აღმდგარა, არამედ ეს ყველაფერი მოიგორისნა. მოციქულებმა და მოიპარეს მათ და გაავრცელეს შემდეგ ხმაროთ თითქოს აღდგა. ანუ ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს. მოგეუბნებით ამას ჩვეულებრივი ისტორია, სპეციალური წიგნიც კი არის. მე მინახავს, მე მქონდა კიდევაც სახში, სადაც აი აღდგომის უტყუარობის საბუთები არის ჩამოთვლილი. ყველანაირი. სულიერი და მატერიალური. მიუგო ანგელოზმა მან და თქვა დედათამა და მე დარწმუნებულიო რომ ამ ცველთაგან თუ ყველა არა უმრავლესობა აუცილებლად მოექცეოდა და მიხვდებოდა რაშიც იყო საქმე თუ მანამდე ეჭვი ეპარებოდა კიდე მიუგო ანგელოზმა მან და თქვა დედათამა ნუ გეშინინ თქვენ ვიცი რამე თუ იესოს ნაზარელსა ჯვარცმულსა ეძიე და კიდევ ერთი გამოვიცდა იმის თქმაც რომ ასევე წერს ისტორიკოსი რომ შემდეგ უკვე შეშინებული ფარისეულები და მღვდელმთავრები უკვე მცველებს ეუბნებიან და იმათ სთავაზობენ ქრთამს და დიდ ფულს სთავაზობენ რომ არ თქვან ეს ყველაფერი რომ ეს მართლა ესე მოხდა და აღდგა. აი წარმოიდგინეთ რა აი ადამიანის აი მე არ ვიცი რა დავარქვა ამას რა აი გაცემულობის რაღაც აი სიმდაბლე დონე რომ ცოცხალი იყო, კარგი ვერ დაიჯერე, რო ღმერთი იყო, ხო? იმ შენმა შურმა, იმ შენმა ამპარტავნებამ არ მოგცა საშუალება, ხო? მკვდარი კაცი, მცველები დაუყენე, აღდგა. შენი დაყენებული მცველები, რომლებსაც ფული გადაუხადა, ისინი გეუბნევიან, რომ აღდგა, ნამდვილად აღდგა. და იქ აღარ არის
იმათიც არ გჯერა. დაგანა არ გჯერა. არ გინდა რომ დაიჯერო. გახსოვთ მე წინაზე გითხარით თქვენ ჩემი მეგობრის ამბავი მოგიყევით რომ დედა რო ყავს ებრაელი და რომელმაც უთხრა მას რომ იცოდეო რომ ყველა ებრაელმა იცის რომ ეს რომ იესო მესიაა. ხედავთ რა ამპარტავნები არიან როგორ არ უნდათ რომ გატყდნენ. იმიტომ რომ მათ რომ მე ეს აღიარო მთელი თავიანთი ეს 20 საუკუნოვანი ცხოვრება უნდა გადახედონ და სულ წყალში უნდა ჩაყარო. მთელი 20 საუკუნე უნდა შეინანონ მათ ქრისტეს უარყოფისა. და აი მას ვერ აკეთებენ. თორე ხო გეუბნებით ებრაელმა ქალმა თავის შვილს უთხრა და ყოველი ებრაელი რომელიც ყდებაო თავის ახლობლებს ეუბნევაო რომ ის უკვე მოვიდაო. სახელსაც კი არ ამბობენ. იციან, კარგად იციან ვინც მოკლეს. მაგრამ აი როგორი საშინელი უნება ამპარტავნება რომ არ გაძლევს საშუალებას რომ აღიაროს სიმართლე და ჭეშმარიტება. თორე როგორ აი მე ვერ დავიჯერებ რომ მაშინ მაინც არ გაეხსნა გონება აი მდელთავრებს და იმ ფარისევლებს როდესაც მათმა დაყენებულმა მცველებმა უთხრეს ეს ამბავი რომ ნამდვილად აღდგა. ეხლა იმათ რა ინტერესი გქონდათ რომ მოეტყუებინათ ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ ხა შეშინებულები რო იტყოდნენ ამას ყველაფერს. გაოცებული და შეშინებული თვალებით რომ მოუყვებოდნენ რომ იცი მართლა აღდგა, მართლა ესე იყო, ანგელოზი ნახეთ, მოვიდა. ხომ წარმოუდგენელია რომ მათი არ დაეჯერებინათ. კარგი თქვა იესოსი არ ჯეროდა, ბრმის არ ჯეროდა, რომელსაც თვალი აუხილა და დაკითხვა მოუწეს რომ ვინა გიხილა თვალიო, მაგრამ თავის მიერ დაყენებული მცველებს ხო ჯეროდა. მაგრამ ხედავთ მაინც აი ხო მაშინ რო ეღიარებინა მაშინ ბოროტ მოქმედები გამოდიოდნენ ხო? მაშინ გამოდიოდა რომ თვითონ იყვნენ დასახოცები და მოსაკვდინებლები რომ მართალი კაცი მოაკვდინეს რომელიც არ გდა. ეხლა მაგას ხო არ აღიარებდნენ. და იქიდან მოყოლებული აი ეს ამპარტავნება მოდის და თავისი უარყოფითი ნაყოფი გამოაქვს და გამოაქვს. ასე რომ ერიდეთ ხალხო ამპარტავნებას, ერიდეთ მე თქვენ გითხარით რომ ერთადერთი ცოდვაა სინამდვილეში ამპარტავნება. და დანარჩენი ნებისმიერი ცოდვა არის ამპარტავნების წანაზარდი. საკმარისია გამოაცალო ნებისმიერ ცოდვას ამპარტავნება, რომ ის ცოდვა გაქრება. ამპარტავნებაზე დგას ყველა ცოდვა. მიუგო ანგელოზმა მან და რქვამად დედათა ნუ გეშინი თქვენ ვიცი რამე თუ იესოს ნაზარეულს და ჯვარცმულსა ეძიეთ. არა არის აქ რამე თუ აღსდგა ვითარცა თქვა მოვედით და იხილეთ ადგილი სადაც დაიდვა უფალი. ნახეთ როგორ არ უგეშეს მათ ანგელოზი, იმიტომ რომ ეხლა დედებით შეძწუნდნენ. იმიტომ რომ ესენიც ადამიანები არიან, ეხლა ესენიც უსტები არიან. ამათვისაც ძალიან მძიმე გადასატანია ეს ხილვა რომ ხედავთ ელვარე ანგელოზს შუაღამისას. და რო იცის ეს ანგელოზმა რომ მათ შეეშინდებათ, ანუ გეშებს. უყურე პირველ სიტყვებს ასე უნდა ნუ გეშინი. ვიცი რამე თუ იესოს ნაზარეველსა ჯვარცმულსა ეძიებთ. ანუ უკონკრეტებს ყველაფერს. მე ვიცი თქვენ ვისაც ეძებთ, რისთვისაც მოხვედით. აი თქვენ ხო პირველად მხედავთ, მე და არ მიცნობთ. მაგრამ მე გიცნობ თქვენ. მე ვიცი თქვენ რისთვისაც ხართ და ვისთვისაც ხართ აქ მოსული. იესოს ეძებთ ნაზარეველს, რომელიც ჯვარზე გააკრეს. მოდით და ნახეთ ადგილი, სადაც იდო მისი სხეული. არა არის აქა აღდგა. ეხლა თქვენ წარმოედგინეთ რა ხდება დედების გულში რა. რა საოცრებაა ხალხო. ანუ მათ ხომ იციან ეს ყველაფერი, მათ ხომ უამრავჯერა აქვთ უფლისაგან მოსმენილი ეს წინასწარმეტყველება რომ აღდგებოდა იმ სიკვდილის შემდეგ, ხო? დელიან ამას. და აი დადგა ის მომენტი, ის საოცარი მომენტი, თან საოცარი ტკივილების შემდეგ. და რისთვის მიდიან, იცით ნელსაცხებელი დედები, სხვა მოციქულები გამგვიმარტავენ, რომ ნელსაცხებელიც ხომ უფლის სხეულს კიდევ ერთხელ. დაამატონ ის ნელსაცხებელი, რომ ჯერ კიდევ სანამ არ გახსნილა უფლის სხეული, ის ნელსაცხებელი ინახავდა სხეულს გახსნისაგან, ანუ ბალზამი იყო ერთგვარი ის. ანუ რაც შეიძლება დიდხანს უნდათ რომ შეენარჩუნებინათ უხრწნელად უფლის სხეული, ოფერებოდნენ მის სხეულს და ამისთვის მიდიან ნელსაცხებელი მიაქვს, რომ სხონ უფალს. ანუ მათ არ აქვს იმედი იმისა, რომ ამდგარი დახტებათ უფალი. და თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა საოცრება რა, მიდიან
და უფალი აღმდგარია. არ არის იქ. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადაც დაიდო უფალი. და ადრე წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისთა, ვითარმეთ აზდგან მკვდრეთი და აჰა წინა გიძღვის თქვენ გალილეას, მომიხილოთ იგი. აჰა ესე რა გარქუ თქვენ. უცნაური რა არის ახლა იცით რომ ჩვენ სხვა მოციქული გვეტყვის მერე რომ შემდეგ ისევ მიდის მარია მაგდალინელი და ამჯერად უკვე თვითონ უფალს ხედავს რომელიც მას მებაღებონია და ჯერ კიდე ბოლომდე არ ჯერა იმ სიტყვებისა რაც მას ანგელოზმა უთხრა იმიტომ რომ ჯერ კიდევ სადღაც გულში ვარაუდობს და ფიქრობს ეჭობს რომ ხო არ მოიპარეს აღდგა კი ნამდვილად კი მითხრა იმ ანგელოზმა მაგრამ მართლა რა და ამ დროს ხედავს ვიღაცას რომელიც მებაღებონია და ეუბნება მას რომ ის შეეკითხება რომ დედაკაცო რა სასტირო რატო ტირი ხარო ხო დააღიღეს უფალი ჩემი საფლავი და არა უწყი სადაც ადრეს იგიო ხედავთ რას პასუხობს აი ამ ხილვის შემდეგ მიუხედავად იმისა რომ ანგელოზი იხილა რომელმაც უთხრა რომ ესე მაინც უკვირს და როდესაც უფალი უკვე თავისი ჩვეული ხმით და ჩვეული მიმართვით მიმართავს მას მარიამ სახელი აი მხოლოდ მერე იცნობს მას და მე თქვენ ამაზე არაერთხელ გესაუბრეთ რომ უფლის აღმდგარი სხეული სულ სხვა თვისებების და სულ სხვა ბუნებისაა ის უკვე უხრწნელია მას უკვე შეუძლია დახშულ კარში შევიდეს კედელში გავიდეს უჩინარად გადაადგილდეს იმიტომ რომ სხვადასხვა სახით ეჩვენოს მოციქულებს ხედავთ მარიამი ვერცნობს რომელსაც ძალიან უყვარდა უფალი როგორ შეიძლება და თავისი უსაყვარლესი მოძღვარი ვერ ეცნო ეს ხომ წარმოუდგენელია რა მაგრამ ვერ ცნობს ხედავთ იმიტომ რომ სხვა სახით ეჩვენება უფალი სხვა სახით ეჩვენება ლუკას და კლეოპას როდესაც ემაუსისკენ მიმავალ გზაზე დაემგზავრება ისინიც ვერ ცნობენ მაგრამ აი შემდეგ უკვე უფალი ინებებს და სხვადასხვა სახით უხსნის მათ რომ ის ნამდვილად უფალია ნამდვილად ის მათი საყვარელი მოძღვარი არის და ადრე წარვედით და უთხრათ მოწაფეთა მისთა ვითარმეთ აღსდგა მკვდრეთით და აჰა წინა გიძღვის თქვენ გალილეას მომიხილოთ იგი აჰა ესე რა გარქუ თქვენ სხვა მოციქული ამბობს არქუთ მოწაფეთა მისთა და პეტრესო უყურეთ ცალკე გამოყობს პეტრეს მოწაფეებს და პეტრეს უთხარითო რომ აღდგაო და პეტრე ამ დროს ძალიან დიდ სინანულშია მინდა გითხრათ იმიტომ რომ პეტრეს უდიდესი ცოდვა აქვს ჩადენილი პეტრემ სამგზის უარყო უფალთან ნაცნობობა რომ მე ფიცით ამბობდა რომ მე არ ვიცნობ ამ კაცს საერთოდ პირველად ნახეო და თქვენ იცით ეს ყველაფერი და ამაზე ჩვენ საფუძვლიანად ვისაუბრეთ და პეტრე ამის შემდეგ ცხოვრობდა ივანე მოციქულთან სავცი იმიტომაც არის რომ მარიამი მაგდალინელი მიდის მერე ივანე მოციქულის სახლში და იქ ხვდება პეტრეს და ის ქეუბნება ორივეს მაგრამ რატომ არის რომ განსაკუთრებულად გამოყოფს ანგელოზი პეტრეს უფლის დავალებით და ეუბნება რომ მოწაფეთა მისთა და პეტრეს უთხარითო იმიტომ რომ პეტრე წესით უკვე მოწაფეებში აღარ ირიცხებოდა იმიტომ რომ მან თვითონ გამოიცალკევა საკუთარი თავი მოწაფეებისაგან აი ამ თავისი უარყოფით ხომ ასეა და პეტრე საკუთარ თავსაც უკვე არანაირად უფლებას აღარ აძლევდა რომ იესოს მოწაფედ მოიხსენიებინა საკუთარი თავი. იმიტომ რომ პეტრე სინდისიერი ადამიანი იყო და მას ამხელდა თავის სინდისი, მან თავისი პირი სამგზის უარყო სიკვდილის შიშის გამო რომ არ ვიცნობ, საერთოდ არ ვიცნობ მაგასო. და როგორ რანამუსი დღა უნდა ეთქვა მას რომ მე მისი მოწაფე ვარ. და ამიტომ ხედავ უფალი უგესაძლევს პეტრეს და ანგელოზის პირით ეუბნება რომ ნუ გეშინია პეტრე, მე ვიცი შენი სინანული, მე ვიცი შენს გულში რა ხდება. ამიტომ ეს სასიხარულო უწყება შენს გეკუთვნის პეტრე, განამხოლოდ დანარჩენ მოწაფეებს, არა. შენი სინანული შეწყნარებულია და მიღებულია ჩემგან. მე შევძელი რომ მოგიტევო შენ, უფალი ეუბნება ამით ამ სიტყვებით. და ამიტომ გადაეცით მოწაფეებსაც და პეტრესაც, რომელიც დღეს უკვე თავს უფლის მოწაფედ აღარ თulis. რომ
აღდგა უფალი შეასრულა მან თავისი დანაპირები და აჰა ესე რა წინა გიძღვის თქვენ გალილეას როგორც გეუბნეოდათ როგორც გპირდებოდათ შეგხვდება თქვენ გალილეაში და წინ წარგიძღვებათ და მიდი დაუწყეთ მათ ეს სასიხარულო უწყება ანუ ხედავთ აი როგორ არის დაალაგებული თანმიმდევრულად ჯერ უფლის ანგელოზი აუწყებს ანუ ნელ-ნელა ამზადებს უფალი მათ ამ სასიხარულო უწყების მისაღებად ჯერ უფლის ანგელოზისაგან იღებენ მოწაფეები ამ უწყებას შემდეგ მენელსაცრული დედები მოდიან და ადასტურებენ უკვე ანგელოზის ნათქვამს და ეუბნებიან რომ კი ჭეშმარიტად ნამდვილად ასეა და შემდეგ უკვე თავად უფალი ეცხადება მათ გახსოვთ ხო როდესაც შეკრებილნი არიან მოწაფეები და კარი დაკეტილი ქონდათ შიშისათვის 2000-აო ანუ ეშინოდა ტურიებისაგან შედის უფალი დახშულ კარში მათთან და ეუბნება მშვიდობა თქვენთან ეს ახარება თქვენ არაერთხელ მოგისმენია აი ბოლოს ავიკითხეთ სწორედ შაბათს ეს და მათო სიხარულისაგან და საკვირველებისაგანო არ ჯეროდათო და რო არ ჯეროდათო მე უკვე ეუბნება მოდი დიხილენით ხელნი ჩემი ფეხი ჩემი ხელი შემახეთ რამო თუ მე ვარ დარწმუნდით რომ ნამდვილად მე ვარ და იმისათვის რომ ბოლომდე დარწმუნდეთ ტრაპეზსაც იხმევს მათთან ერთად და ეუბნება რომ სულსა ხორცს და ძვალ არ აასხენო იმიტომ რომ იმათ ეგონათ რომ მოჩვენება იხინეს და არა ვარ მოჩვენება ნამდვილი ვარ მოდითო შემეხეთო უფალი ეუბნება ანუ ნახეთ როგორია უხსნელი სხეული მას შეგიძლია შეეხო ჩვეულებრივად მას იმის საშუალებაც აქვს რომ საზრდელიც მიიღოს მიუხედავად იმისა რომ მას ხორცელი საზრდელი აღარ ესაჭიროება მაგრამ შეუძლია იმიტომ რომ მათთან ერთად ჭამა იცით თქვენ ხო შემდეგ უკვე როდესაც თევზაობის დროს ნახულობენ ნაპირზე როა უფალი და დაახოდრებს მას ნაკურცხალს რომელზეც თევზი არის შემწვარი მათთან ერთად მიირთმევს იქაც ანუ ხედავთ როგორია სულ სხვა ბუნების სულ სხვა თვისებების მქონეა უხსნელი სხეული თან რეალურია და ხელშესახებია შეგიძლია რომ მატერიალურად შეეხო მას და თან უხსნელია სულიერი თვისებების მქონეა ეს ჩვენთვის რა თქმა უნდა ბოლომდე გამოცანა დარჩება და არც არის საჭირო ძალიან მიმტრევოთ თუნი მაინც ვერაფერს ვერ გავიგებ მანამ სანამ ჩვენ თავად არ გადავალთ უკვე აი ამ მდგომარეობაში და მე გარწმუნებ თქვენ და არაერთხელ გვითქვამს რომ ჩვენი მთავარი მოლოდინი სწორედ ეს არის რომ ჩვენ მოველით აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისამი საუკუნისას აი სწორედ იმ საყოველთაო განახლებას სწორედ იმ უხსნელ სხეულს ველოდებით თითოეული ჩვენთაგანი რომელიც უნდა შევიმოსოთ ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა და მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთან ეხლა თქვენ ერთი წუთი წარმოიდგინეთ რა ხდება მენელსაცხებლე დედების გულში ხალხო რამხელა სიხარული რამხელა ბედნიერება რაინით გამოუთქმელი სიხარული ტრიალებს მათ გულში რომ გაიაზრეს ეხლა მიუხედავად იმისა რომ ჯერ თავად უფალი არ უხილავთ ის სასაული უკვე რაც მათ იხილეს რომ საფლავში ნახეს ის ტილოები ხელუხლებლად მდებარე ანგელოზი რომელმაც უთხრა მათ რომ მე ვიცი ვიცაც თქვენ ეძებ გარდაგორებული ლოდი კარისა მისგან ეს მკვდრებივი დაყრილი მცველები უწყება ანგელოზისაგან რომ აღდგა არ არის აქ მოდით ნახეთ ადგილი სადაც ის იყო წარმოიდგინეთ ეხლა რამხელა სიხარულია რამხელა ბედნიერებაა ეს მათთვის რომ დასტური მიიღეს მათ იმისა რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი აი ყველაზე საუკეთესო დასტური უფლის აღდგომისა რა გახლავთ იცით ხალხო ამაზე მიუთითებენ ყველა წმინდა მამა ერთდროულად რომელიც კი საუბრობს ამ თემაზე რას ამბობენ იცით რომ მოციქულების მაგალითი მოყავთ რა უფალი რომ არ აღმდგარიყო როგორ შეიძლებოდაო რომ აი ამ ადამიანებს მოციქულებს იმხელა გამბედაობა მისცემოდათ და იმხელა რწმენა მისცემოდათ რომ მათ უშიშრად ეკადაგათ ქრისტეს აღდგომის შესახებ და საკუთარი სიცოცხლეს კი გაეწირათ სიხარულით თქვენ იცით მოციქულების ცხოვრება ხო იოანე მოციქულის გარდა ყველა მოაკვდინეს ყველა მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა წარმოიდგინეთ თქვენ და
საიდან ამ შიშარა მოციქულებს, რომლებიც იმალებოდნენ და სახლიდანაც კი ვერ გამოდიოდნენ, კარებს ვერ აღებდნენ, უფლის ურიების შიშის გამო. და უცებ ესეთი გაბედულები ხდებიან, უცებ ესეთი თამამები ხდებიან. უცებ სხვადასხვა ენებზე იწყებენ საუბარს, გაუნათლებელი მეთევზეები. და თამამად და გაბედულად სიკვდილს არ უშინდებიან და მარტო მოციქულები მერე ათობით, ასობით და ათასობით ადამიანი, ვინც ირწმუნა აღდგომის ჭეშმარიტება, ქრისტესთვის თავდადებული ხდება, უამრავი წმინდანი იცის ისტორია, ხო? რომლებიც სიხარულით დებდნენ თავს ქრისტესთვის, ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ბარბარეზე, აგერ რომლის დღესაც საუბრიც მოდის ზე, არაერთხელ გვისაუბრია წმინდა გიორგიზე, რომლებმაც თავიანთი სიჭაბუკე, თავიანთი სიყმაწვილე, თამამად, დაუფიქრებლად, უნანელად შესწირეს უფალს. მათ ჩალის ფასად არ უღირდათ ეს ამქვეყნიური ხორცელი სიცოცხლე. მათ უფალთან უნდოდათ. მათ მთელი არსებით სწამდათ აღდგომის ჭეშმარიტება. აი ეს იცოდეთ ხალხო. თუ კი ვინმე შეგეკითხებათ ამას, ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი და არგუმენტირებული პასუხი ეს არის. აღდგომის ჭეშმარიტების შესახებ. იმიტომ რომ შეუძლებელია სხვანაირად ეს სითამამე და ეს გაბედულება ქონოდათ მოციქულებს. მე თქვენ გეტყვით სხვანაირად რაც მოხდებოდა. ქრისტე რო არ აღმდგარიყო, ეს ისე თეორიულად რო წარმოვიდგინოთ, ვერანაირად ვერ გაუმკლავდებოდნენ ეს საწყალი მოციქულები ამ შიშს, დაელოდებოდნენ 2-3 დღე, 4 დღე, 5 დღე, ვა ბიჭო, არ აღდგა, თურმე ეს ყველაფერი მისი ფანტაზიები ყოფილა ითხოვდნენ. თურმე მოუტყუდით, კი იყო კაი ადამიანი, რა კაი იყო, რა ტკბილი იყო, ერთად რო ვიყავით, როგორ გჯეროდა მისი, მაგრამ აი, ვერ. ხო ხედავ, მოკლეს. და ჩვენ რაღა გვეშველება ეხლა ის მოკლეს და ჩვენ რაღაც გვიზამენ იტყოდნენ რა. და მოდი რა ჩვენ ოჯახებს მივხედოთ რა, რასაც ვაკეთებდით ისევ საქმე გავაკეთოთ. ჩვენთვის რომ დავждდებით ხოლმე, მოვიგონოთ ხოლმე, ჭიქა ავწიოთ მის სახელზე. აი ესე რა, მათში დარჩებოდა ეს ყველაფერი და მოკვდებოდა. რომელ ქრისტიანობის გავრცელებაზე იყო საუბარი ხალხო? და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, ქრისტიანობას დევნიდნენ, ეშმაკი დევნიდა. დღესაც იდევნება და მაშინ ხო დევნიდა და დევნიდა. სიკვდილით კლავდნენ კაცო ქრისტიანებს. აბრალებდნენ რომ ესენი კანიბალები არიან, ადამიანის სიცოცხლეს ჭამენო. და ხოცავდნენ. ნერონი ქრისტიანებს ისეთ რას შვებოდა? ფისიან ტომრებში სვავდა, ხეზე კიდევდა და ცეცხლს უკიდევდა და ღამე ანათებდა ქალაქს. თქვენ წარმოიდგინეთ და ესეთ ფონზე ქრისტიანობა კი არ გაქრა. პირიქით უფრო და უფრო გაძლიერდა და არაერთხელ მithქვამს თქვენთვის გადაგებაში რომ პირველი ქრისტიანები ქრისტესთვის სიკვდილს ეძებდნენ ხალხო. როგორ გიჟები იყვნენ? მაზოხისტები იყვნენ? თავიანთი სიცოცხლე არ ეცოდებოდათ, ოჯახი არ უნდათ? და თქვენ კარგად იცით რომ სიცოცხლე ყველაზე ტკბილია. აი ამაზე ტკბილია უფალი და ამაზე ტკბილია სული სიცოცხლე და მარადიულობა. და ეს ყველაფერი რო იცოდნენ და აი ამ რწმენით რო იყვნენ აფსილნი ის პირველი ქრისტიანები. სწორედ ამიტომაც მოვიდა დღემდე ქრისტიანობა. სწორედ ამიტომაც გაძლიერდა ესე ძალიან. ბუდისტობა არავის არ უდევნია ხალხო. ისლამი არასოდეს არავის არ უდევნია. აი ეს მინდა გაიაზროთ კარგად. არასოდეს არ უდევნია არავის, არც ბუდისტური სარწმუნოება, არც მუსულმანური სარწმუნოება. და ისინი რო თქვა გამრავლდნენ და განვითარდნენ, ეს არც არის გასაოცარი, ხო? ქრისტიანობა სულ იდევნებოდა. თავიდან ეხა მით უმეტეს, აი წარმოიდგინეთ თქვენ სულ თავიდან. როდესაც ახალი ის იყო შემოსული ქრისტიანობა, რა უნდოდა ხო ქრისტიანების მოსპობას, ხო? უცებ შეაშინებდნენ, ერთიც დაუქნებდნენ, რაოდენიმე კაცს დახოცავდნენ და დამთავრდებოდა ყველაფერი. ასე არ არის? ვინ იყო გიჟი კაცო, ვინ დაიწყებდა ეხლა წმენის გულისათვის თავის მოკლას? მით უმეტეს მერე ისეთი ხალხი, რომლებიც საერთოდ არც იცნობდნენ უფალს, ხო? კაი თქვა ეხლა ისინი ვინც იცნობდნენ, კაი თქვა წარმოიდგინოთ რომ თავგანწირულად უყვარდათ, ჯერ ერთი სად უყვარდათ ეგრეთ თავგანწირულად, კაცო. ჩვენ კარგად ვიცით და წავიკითხეთ რომ შიშის გამო დაიფანტნენ მოციქულები. ის ადამიანები, ვისაც ყველაზე მეტად უყვარდა და ყველაზე მეტად ერთგულებდნენ, ერთადერთი იოანე მოციქული შემორჩა, რომელიც ჯვართანაც იდგა.
და არ მოშორდა უფალს არსად ბოლომდე. მართლა გამოხატა თავისი მზადყოფნა სიკვდილისთვისაც კი. თორე დანარჩენები დაიფანტნენ, შეეშინდა სიკვდილის და როგორ მერე ისეთი გამბედაობები გახდნენ, უცებ. ერთბაშად რომ აი ესე თავი გაწილეს უფლისათვის და უკადაგეს მთელ მსოფლიოს და მთელი მსოფლიო მოაქციეს ქრისტიანობაზე. ეს ხო სისულელია ხალხო. ეს ხო აბსურდია, ამას ხო ბავშვიც არ დაიჯერებს. აი კიდევ ერთხელ გეუბნები, სწორედ აღდგომის ჭეშმარიტება გახლავთ უტყუარი საბუთი და უტყუარი არგუმენტი იმისა, რომ ესე აი ქრისტიანობის დღემდე მოსვლა და განვითარება და გამტკიცება არის საუკეთესო დასტური ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტების. ეხლა რო აღარ ვილაპარაკოთ ამ ყბადაღებულ ცეცხლზე, რომელიც გადმოდის ყოველწლიურად, რომელიც თემა ქვეყანა მიცის, რომელიც დაგვიტოვა უფალმა როგორც რაღაცა ჭეშმარიტი ნიშანი იმისა, რომ აი ურწმუნო ადამიანებისა, თორემ მორწმუნეს სულ არ ჭირდება ის ცეცხლი. როგორ ეხლა ერთ ჩვენიერ დღეს ის ცეცხლი რო არ გადმოვიდეს, რაღაც წვენა უნდა შეგერყეს? და ამ ცეცხლზე უნდა იყოს დამოკიდებული შედის წვენა? აი თქვა და აღარ გადმოვიდა, აი განიზრახა უფალმა, რომ აღარ გადმოვიდეს ეს ცეცხლი. აი თქვა ეხლა ამ აღდგომას რომ მოვა აღდგომა, წარმოვიდგინოთ რომ ცეცხლი აღარ გადმოვიდა. რა? ესე იგი ფუჭი ყოფილა წმენა, ესე იგი აქამდე მოეჩვენებოდა ეს ყველაფერი? და ამაზე უნდა იყოს დამოკიდებული ჩვენი წმენა, ამიტომ ამბობს უფალი რომ ნათესავი ბოროტი და მემრუ შეძიებს სასაულს. მორწმუნეს სასაული არ ჭირდება. წმენა თავისთავად უკვე სასაულია. ამიტომ იცოდეთ და გახსოვდეთ, ეხლა ამ თემაზე ძალიან ბევრი საუბარი შეიძლება, ძალიან ბევრი არგუმენტის მოყვანა შეიძლება, მაგრამ ნუ არ მინდა რომ თავი შეგაწყინოთ. თქვენ თვითონაც მე დრო და დრო ბევრ ამას გაეცნობით და გადაგებაშიც გამოურევთ ხოლმე რაღაცებს და ვითქვით რომ უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ აი ეს ყველაფერი ნამდვილად ჭეშმარიტია. ეს ისტორიული ჭეშმარიტებაა ხალხო. არა მხოლოდ სახარებისეული ჭეშმარიტება, არამედ ისტორიული ჭეშმარიტება გახლავთ ეს. ისტორიკოსების მიერ დასაბუთებული და დამოწმებული. რომ ჭეშმარიტად აღსდგა უფალი. ჩვენ როგორ ულოცავთ ხოლმე ერთმანეთს, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა. ნამდვილად აღსდგა. ეს არის უდიდესი სასწაული კაცობრიობის ისტორიაში. ეს გახლავთ უდიდესი მოვლენა, რის გამოც მოხდა ყველაფერი. ქრისტეს შობით მისი ღვთიური ჩასახვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცელში დაიწყო გამოხსნა კაცობრიობისა და დასრულდა მისი ღვთაებრივი აღდგომა. სახარება რა? სახარება გახლავთ სწორედ მანძილი ქრისტეს ჩასახვიდან მის აღდგომა და ამაღლებამდე. აი ამას ვკითხულობთ ჩვენ, ამას ვეცნობით ამდენი ხანია. ამიტომ ვკითხულობთ სახარებას, რომ განვიცადოთ და გავიაზროთ უფლის გამოხსნელი მსხვერპლი თუ რა ქნა მან, რა მოიმოქმედა მან ჩვენი გულისათვის. დავით არ მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. ხო აი ნახეთ მათე როგორ წერს, აი მათე ძალიან მოკლედ და ლაკონურად ესე შეჯამებულად, შემჭიდროებულად რაღაც მოვლენებს გადაახტა, რაღაცებს წინ დაასწრო და აი ესე აქვს ნათქვამი ეს ყველაფერი. ნახეთ როგორ წერს. ვით არ მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, რომ მირბოდენო, რომ მიდიოდენ უკვე უფალთანო, ისე მოწაფეებთანო, ამ ამბის სახარებლათო. აჰა იესო შეემთხვია მათ და რქვაო, იხაროდენო. ანუ თვითონ უფალი შეემთხვიაო მათო, შეხვდათო, ხოლო იგინი მოვიდეს და შეუღრდეს ფერხთა მისთა და თაყვანისცეს მათ. ანუ მოკლედ გვეუბნებ ამას ყველაფერს მათე, რასაც სხვა მოციქულები დეტალებში აღწერენ, თუ როგორ წავიდნენ მელოსაცხებლები, როგორ შეხვდა მათ უფალი, მარიამს როგორ შეხვდა ჯერ თავიდან, რომელიც უპირველი მივიდა, უპირველმა რომ მიირბინა, მარიამ სხვა დედებთან ერთად მიდიოდა, მაგრამ ადრე მივიდა. და ის გახდა სწორედ ღირსი თავისი გამბედაობის და თავისი ერთგული სიყვარულის გამო, რომ პირველი გამختارიყო ღირსი უფლის აღდგომის ხილვისა და მისი ხმის მოსმენისა. აი მას ყველაფერს აღწერენ დეტალებში სხვა მოციქულები და აი მათეს ესე მოკლედ და შეჯამებულად აქვს ნათქვამი ეს ყველაფერი. მაშინ რქვა მათ იესო, ნუ გეში
წარვედით და უთხრათ ძმათა ჩემთა რაითა წარვიდნენ გალილეას და მუნ მიხილონ მე. ნახეთ ხალხო რა ხელა სიტყვაა, რა ხელა სიყვარულია, რა ხელა მიმტევებლობაა უფლის მხრიდან, რას ეუბნება დედებს. ჯერ ხო ამა დაამშვიდებს და ეტყვის რომ ნუ გეშინიათო და მე რას ეუბნება. წარვედით და უთხრათ ძმათა ჩემთა ხალხო. უფალი ამბობს ამას. უკვე აღმდგარი, უკვე უხრწნელ სხეულში აღმდგარი უფალი მოციქულებს, შიშარა მოციქულებს მოიხსენიებს თავის ძმებად. წადითო და ჩემ ძმებს უთხარითო, რომ აღვდექიო, წარვიდენო გალილეასო და იქ მიხილავენო მეო. რატო გაგამახვილებინათ იცით ხალხო ყურადღება? განმზომელი პატივი აქვს ადამიანს მინიჭებული ღვთისაგან. ადამიანი უფლის ზმად არის შექმნილი ხალხო. ღმერთმა თავისნაირად შექმნა ადამიანი. იესო ქრისტე არის ჩვენი ბედნიერება ხალხო. ღმერთის განკაცება, იესო ქრისტე მარადიულია. იესო ქრისტე არასოდეს აღარ მოკვდება, ის არის ჩვენი ნუგეში, ის არის ჩვენი სიკადული. ის არის ჩვენი ორიენტირი და იმედი და მაგალითი თითოეული ქრისტიანისათვის. ის არასოდეს არ განხარდება, არასოდეს ფეხქვეშ არ გამოგვეცლება, არასოდეს არ გვიმტყუნებს. ის მარადიულად ცოცხალია. და აი როგორიც ის გახდა, რას ამბობენ წმინდა მამები უფალი, განკაცდა იმისათვის, რომ ადამიანი განიღმრთოსო. აი როგორიც იესო ქრისტეა, ისეთები არიან ყველა წმინდანები ხალხო. და ისეთები ვიქნებით ჩვენს, თუ კი დავიმსახურე და თუ კი ჭკვიანად მოვიქეცი და თუ კი ჩვენი მარადიული სიკეთე და მომავალი არ გავცვალეთ დროებით წამიერ სიამოვნებაში. წუთიერსაც კი არ დავახდეთ რა, წამიერ. აი თუ კი ჩვენ ესე მოვიქცევით, აუცილებლად ჩვენც იესოს ნაირები ვიქნებით. მადლით ღმერთნი ვიქნებით. იმიტომ რომ ღმერთად არის შექმნილი ადამიანი. ღმერთის მსგავსად, ღმერთის ხატად. ბუნებით ღმერთი ვერასოდეს ვერ გახდება ადამიანი. ბუნებით ღმერთი მხოლოდ ერთია, ყოვლადწმინდა სამბო, მაგრამ მადლით ღმერთნი ვიქნებით. უფლის ძმანი ვიქნებით. განა მონანი, ძმანი. აი ამ ყველაფრის მერე მოდი გადავხედოთ ჩვენ ცხოვრებას ხალხო, ჩვენ ცოდვებს, როგორ გვიყვართ ჩვენ ცოდვა, როგორ ვარ ჩვენ გვარი მასთან. სირცხვილია ჩემო ძვირფასებო, სირცხვილია. კაცი პატივსაშინა იყო და არა გულისხმა ხო. ამხელა პატივი გვაქვს ჩვენ მონიჭებული, რომ უფალს უნდა რომ თავისი ძმა გვიწოდოს, თავისი და გვიწოდოს და ჩვენ რა წერია, როგორ ამბობს გავწინასწარმეტყველი, ბაძვიდა ადამიანიო პირუტყთა უგუნურთა და მიემსგავსა მათო. უფლის მსგავსად შექმნილი პირუტყს ემსგავსება თავისი ნებით. ამაზე მეტი დაკნინება, ამაზე მეტი დამდაბლება, ამაზე მეტი აი უბედურება ეს არის. ხალხს რაღაცა გონია, უფულობა რო გონიათ, უბედურება. უბედურება არის აი ეს. როცა ადამიანი იმ პატივს ვერ იფერებ, რისთვისაც ხარ შექმნილი, ღმერთად რო ხარ შექმნილი და შენ ცხოველს ვერ მსგავსები და რო გიხარი. და საზოგადოებას რომ მოუწოდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რომ მოდით ხალხო ცხოველებს მივემსგავსოთ. ჩვენ მაინც ესეთებად ვართ შექმნილი. აი ეს არის უბედურება. აი ესე რომ დაეცემ ადამიანი ესეთი დეგრადირება რომ მოხდება მისი რომ ადამიანს რომ აღარ ახსოვს თავისი პირველ სახე. აღარ ახსოვს რისთვის არის შექმნილი. ზნეობა და მორალი რომ ზედმეტი და სამარცხვინო გონია. და რაღაცა უაზრო შეზღუდვა რო გონია. აი ეს არის უბედურება ხალხო, ეს არის. და რა უფულობა და ავადმყოფობა და უსახლკარობა. ის მადლია ღვთისაგან. თუ რაღაცაზე დაგვაფიქროს და დაგვამდაბლოს. აი ეს ნამდვილად უბედურებაა, ნამდვილად. ადამიანი რომელიც აი მას ვერ ხვდება, აი ეს არის უდიდესი უბედურება. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აღა ესე რა დასისა მისგან შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღვდელთ მოძღვართა მათ ყოველი ესე რაიცა იქნება. ნახეთ? რაც გითხარით რომ ესენი რომ წავიდნენ,
ის მცველები გამოფხიზლდნენ რა, აზე მოვიდნენ და წავიდნენ მღვდელმთავრებთან, იმიტომ რომ იმათი დანიშნულები იყვნენ და ისინი უხდიდნენ მათ ფულს. და სავარაუდოდ ალბათ მე ესე ვფიქრობ, ეს უკვე ჩემი ინტერპრეტაციაა, მაგრამ სავარაუდოდ ესე იქნებოდა, რომ ისინი იმ ფულსაც ალბათ უკან დაუბრუნებდნენ იმ მღვდელმთავრებს რა. რომ არ გვინდა რა თქვენი ფული ძმაო, ჩვენ აქ იმისთანაც სასწაული ვიხილეთ, ჩვენ დავიჯერეთ, რომ ეს ნამდვილად სასწაულებრივი ვინმე იყო. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა, ეხლა მოითათბირეს, ეხლა შეიკრებენ ერთად და ზრახვაყვეს ვერცხლი დიდძალი მისცეს ერისაგან თამად და რქვეს ესრეთ თქვით ვითარმენ მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი ვიდრე ჩვენ გვეძინაო. ნახეთ დიდი ფული შესთავაზესო. ალბათ ზოგიერთი მათგანი დახარბდებოდა კიდევაც ამ ფულს, მაგრამ მე იმეც ვიტოვებ, რომ მათგან იქნებოდა რაღაცა ნაწილი, რომლებიც ამ ფულს არ აიღებდა და ჭეშმარიტ წმენით აივსებოდა და უფლის სახელით ნათელს იღებდა კიდევაც რა. უკვე თუ ესმეს ესე მთავარს ამას, ჩვენ ვარწმუნოთ და თქვენ უზრუნველად ყვნეთ. თუკიო პილატეო და ის მთავრები გაიგებენ ამ ამბავსო, იმათ ჩვენ დავაჯერებთ ამ ამბავს, რომ ეს ყველაფერი ესე მოხდაო და თქვენო პრობლემები არ შეგექმნებათ, მოგეშინიათო რა, ესენი დაამშვიდეთ. ხოლო მათ მიიღეს ვერცხლი და ყვეს ეგრე, ანუ როგორც გითხარით, ნაწილმა მათგანმა მიიღო ეს, ანუ აიღო ეს თანხა. და ყვეს ეგრე ვითარცა ისავეს მათგან და განითქვა სიტყვა ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელა დღემდე. ეხლა მოციქული წერს ამას იმ პერიოდისთვის, რომ აი დღემდე ესეა უკვე გავრცელებული, იმიტომ რომ თქვენ იცით, რომ რამოდენიმე წლის შემდეგ დაწერა მათემ ეს ყველაფერი, ხო და ანუ როგორც წარსულში წერს უკვე ამას, რომ დღემდეო ესე არისო გავრცელებული ურიათა შორის, აი ეს ხმაო რაც მღვდელმთავრებმა დააყრევინესო იმ მცველებსო, რომ მოწაფეებმა მოიპარესო და არავინაც არ ამდგარო სინამდვილეში და ჩვენ ვიცით, რომ სახარება მარადიული სიტყვაა და დღემდე ესეა გავრცელებული ებრაელებს შორის, დღემდე. თუმცა როგორც გითხარით, თითოეულმა მათგანმა გულში ღრმად იციან, რომ ეს ყველაფერი ჭეშმარიტება. ჩემო ძვირფასო, მე ხო არ შეიძლება ესე რა. მე ბოლოს, იმიტომ რომ დრო არ აქვს ამის სირიუსზე ჩავერთოთ ხოლმე. რო ელოდებოდნენ, ისინი ელოდებოდნენ, უკვე დამახინჯებული ქონდათ მათ წარმოდგენა მესიაზე, ისინი სულიერ ხსნელს კი არ ელოდებოდნენ ადამიანს, რომელიც მათ რომაელთა ბატონობისაგან გაათავისუფლებდა და პირიქით მათ ბატონობას დაამყარებდა მთელ სოფლიოზე და ეხლა იესო რომ მოვიდა და რო იქადაგარო, შენი მტერი გიყვარდესო და ერთ ლოყაში გავარკვევენ, მეორე შეუშვირო, მაგითო გააკრეს ჯვარზე, ხო ეხლა მას რომ სხვა რამე ეკადაგარო, აბა ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები და ჩვენ ეხლა რომის იმპერია უნდა დაავანყოთ და ჩვენ უნდა გავხდეთ, აი მაშინ ყველანი მიიღებდა. აგერში იყო სად. მაგრამ უფალმა თავიდანვე უთხრა მათ, რომ ჩემი მეუფებაო მიწიერი არ არისო, ზეციურია. თორე მე რო აქ მეფობამ დომებოდაო, მეფედ მოვიდოდიო და არა ესეო, დამცირებული სახით. ხოლო 11 იგი მოწაფენი წარვით, აი ეს, ეხლა რაც დავიწყე, ეს 4 მუხლი გახლავთ პირველი საცისკრო სახარებებში, აი ეს 11 სახარება რო გითხარით, საალდგომო საცისკრო სახარებები, რომლებიც შაბათობით იკითხება ხოლმე, პირველი ნომერი სწორედ ეს გახლავთ. ხოლო 11 იგი და ეს სახარება იკითხება სწორედ ნათლობის დროსაც. როცა ჩვენ ნათლავთ ადამიანებს. ხოლო 11 იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაც აუგზავნა მათ იესო. ელეონის მთაზეა ლაპარაკი, საიდანაც ამავდა შემდგომ უფალი. იხილეს იგი და თაყვანისცეს მას, ხოლო რომელიმე შეორგულდეს. ან კიდევ ერთხელ გეუბნებით, ლაკონურია ძალიან მათემოციკული. მოკლედ აღწერს ყველაფერს რა. იმ რომელიმეში რა წერია? ვინ იგულისხმება? თომა მოციქული, ხო? რომელიც შემდეგ მივიდა და დარწმუნდა უკვე, რომ ნამდვილად უფალი იყო რა. მოუხდა მათ იესო, ეტყოდა და რქვა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. აი ნახეთ, რას ეუბნება უფალი. მომეცა მე ყოველი ხელმწიფებაი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ესეც. ვინ ეუბნება ამას?
ქრისტეში იცით თქვენ ორი ბუნებაა. ღვთაებრივი და ადამიანური. ღვთაებრივ ბუნებას არც არასოდეს არ წართმევია ეს ხელმწიფება, ცათაშინა და ქვეყანასა ზედა. ის ჩვენ ვიცით საეკლესიო სწავლება, დოგმატური სწავლება იმის შესახებ, რომ ღვთაებრივი ბუნებით უფალი მიუხედავად იმისა, რომ ის გარდა მოხდა ზეცით და განკაცდა, მამის საყდარს არ განშორებია, იმიტომ რომ ღმერთი ყველგან მყოფია. თავისი ღვთაებრივი ბუნებით იესოშიც იყო შეერთებული და მამის საყდარსაც არ განშორებია, ანუ სამება არ დარღვეულა. სამება კი არ დაცალიერდა, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ძეღვთვისას განკაცებით. სამება ისევ სისავსით დარჩა. თუმცა იესოშიც მთელი სისავსით დაივანა მან. და როგორც გითხარით, იესოში ღმერთს, იესო არის აი ჩვენ ამ ორი თითით, როდესაც პირჯვარს ვისახათ ამ ორი მოკეცილი თითით. ვაღიარებთ უფლის ორ ბუნებოვნებას, რომ იესო ქრისტე არის სრული ღმერთი და სრული კაცი და ამ სამი თითით ვაღიარებთ ყოვლადწმინდა სამებას. და ერთად ვაერთებთ ნიშნად იმისა, რომ ეს სამი არ არის სამი, არამედ არის ერთი. თან სამია, თან ერთი. სამება ერთ არსება. და ვინ ამბობს ამას კიდევ ერთხელ გეკითხებით, რომ მომეცამე ყოველი ხელმწიფებაი ცათაშინა და ქვეყანასა ზედა, ანუ მთელი სოფლიოს, მთელი სამყაროს ხელმწიფებაო, მე გადმომეცაო. იესო ადამიანი ამბობს ამას უკვე ხალხო. მას არ ქონდა აღდგომამდე ეს ხელმწიფება მიცემული. მას ჩვეულებრივი ადამიანური ხსნადის სხეული ქონდა, მაგრამ რომ აღასრულა მან თავისი მისია და რაში გამოიხატებოდა? ამ მისიის ასრულება, რომ მან უცოდველად იცხოვრა და უცოდველად აღესრულა. ცოდვა მას არ გაეკარა. გონებაშიც კი. ამიტომაც დაიმსახურა მან და მისმა სხეულმა ადამიანურმა ხწნადმა სხეულმა, რომ კვლავ უხრწნელება შეეძინა. ის უხრწნელება, რომელიც თავიდანვე ქონდა მიცემული. აი ისეთება თუ არ ჩვენ შექმნილი და შემდეგ დეგრადირებულები. და აი რა კი აღდგა და რა კი უხრწნელებად შეიმოსა, უკვე დიდებით აღდგა უფალი და როგორც დასრულებულ ფაქტს და მოვლენას ისე ეუბნება უკვე მოციქულებს, რომ დღეს უკვე მე, როდესაც მე აღვასრულე ჩემი მისია, გამოვისყიდე კაცობრიობა საკუთარი უბიწო და წმინდა სისხლით, უდანაშაულო, როგორც კრავი შევეწირე კაცობრიობის თქვენ ცოდვებს, თავისი ჯვარმცმელების ცოდვებს შეეწირა უფალი. მათზეც კი ამაღლდა თავის სიყვარულით და ჯურიდან, ილოცა მათთვის რომ ღმერთო აპატია არ იციან რასაკეთებენო. აი ეს რომ აღვასრულე მე, ამის გამო ჩემმა სხეულმა მიიღო საჩუქრად უხრწნელება, მე მარადიული გავხდი უკვე და მომეცამე ყოველი ხელმწიფებაი ცათაშინა და ქვეყანასა ზედა. ვისგან? ღვთისგან. მე თქვენ გეუბნებით, რომ ჩვენი ნუგეში და ჩვენი უდიდესი ბედნიერება ის არის, რომ ყოვლადწმინდა სამების წევრი გახდა ადამიანი. ხედავთ? ადამიანური ბუნება შეიერთა ღმერთმა ყოვლადწმინდა სამებაში. მისი მეორე იპოსტასი ძეღვთისა იმასთან ერთად, რომ მარადიული ღმერთია, შეიქმნა მარადიული ადამიანიც. ადამიანური ბუნება განიღმრთო. ეს ვიცი, რომ ძალიან რთული გასაგებია ხა თქვენთვის, მაგრამ ზოგადად ადამიანისთვის რთულად დასატევნელია, მაგრამ ეცადეთ, რომ რამდენადაც შეიძლება გაიაზროთ. ეს არის ჩვენი ბედნიერება და ამას უნდა ვესწრაფოდეთ, სწორედ აი ამას გეუბნებით. ამისკენ უნდა მივდიოდეთ ჩვენ. ეს არის ჩვენი შუქურა, ამისკენ მივდივართ, ეს არის ჩვენი მიზანი და თუ არ არის, უნდა იყოს და ცოდვა ის ადამიანი, რომელიც ამაოებაში ცხოვრობს და არ იცის რისთვის ცხოვრობს. გონია რომ მისი ცხოვრების მიზანი არის, რომ იყოს კარგი კომპიუტერის სპეციალისტი რა, ან ინჟინერი, ან რაღაცა პედაგოგი. არა ხალხო, ეს ყველაფერი მეათე ხარისხოვანია. თქვენი მიზანი და დანიშნულება არის ის, რომ იესოსთან ერთად თანამეუფენი გახდეთ ზეციურ სასუფეველში და თქვენს თითოეულ ჩვენთაგანს შეგვეძლოს აი ამ სიტყვების გამეორება, რომ მომეცამე ყოველი ხელმწიფებაი ცათაშინა და ქვეყანასა ზედა და თქვენ იცით, რომ თქვენ შეგეძლებათ ამ სიტყვების გამეორება, თუ კი ისე იცხოვრეთ, როგორც საჭიროა. ეს უფლება მიენიჭა უკვე ყველა წმინდანს. უბრალოდ მათი სიხარული და მათი ბედნიერება ჯერ არ არის სავსებით, მანამ სანამ მათი სხეულებიც არ აღდგება
და ისევე როგორც უფლის სხეული არ გახდება უხრწნელი. ესეთი მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელია უფალთან ერთად. და იმ შემდეგ უკვე თანამეუფენი გავხდებით უფლისა. აი არ ვიცი თქვენ ეს რამდენად გესმით ეს ხალხო იმდენად ენით გამოუთქმელი, ყოვლა დაუმსახურებელი და წარმოუდგენელი ბედნიერება ადამიანისთვის, ეს რომ გაიაზროს, რომელ ცოდვის სიყვარულზეა ლაპარაკი. ხო გეუბნებით, სერაფიმ საროველი ბრძანებს, რომ ადამიანმაო, რო იცოდესო, რამხელა ბედნიერება ელვის მასო, ღვთისაგანო, თუ კი ესე იცხოვრებს, როგორც საჭიროა, 1000 წელი რომ მოუწიოს სიცოცხლეო და 1000-ვე წელიო მატლებით სავსე ორმოში სიბნელეში ყოფნაო, თანახმა იქნებოდაო. და სიხარული დაითმენდა ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ის 1000 წელიც ერთ წუთში გაირბენს ღვთის წინაშე და შემდეგ მარადიულ ნეტარებას მიიღებდი და რომელ ორმოში ყოფნაზეა ლაპარაკი ხალხო და რომელ 1000 წელზეა ლაპარაკი. უფალი ელემენტარულს გთხოვს, ელემენტარულს. და ისიც კი არ შეგვიძლია. ამ ხორციელ ცხოვრებაში რამდენ სიხარულს და რამდენ ნუგეშ გვაძლევს. ამასაც კი ვერ ვიღებთ ისე როგორც საჭიროა. და სულ ცოტას მოთმინება, სულ ცოტას გაჭირვება არ გვინდა. ცოდვაზე უარის თქმა არ გვინდა. სირცხვილია ხა, სირცხვილი და დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე ჩვენ ეკლესიური ადამიანები ვარ და ჩვენ ასმაგად მოგვეთხოვება ეს ყველაფერი, ვიდრე ჩვეულებრივ ერის ადამიანებს, რომლებიც ჯერ ამ ყველაფერზე არ დაფიქრებულა. ხედავთ? მომეცამე ყოველი ხელმწიფებაი ცალთა შინა და ქვეყანასა ზედაო. წარვედით, ანუ ეხლა უკვე დავალებას აძლევს მათ. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. ხედავთ? ყოველნი წარმართნი. წარმართები ვინ იყვნენ? ადამიანები, რომლებსაც სწორი წარმოდგენა არ ქონდათ მესიის მხსნელის ღმერთის შესახებ, ხო? ყოველნი წარმართნი მოიმოწაფენითო. ანუ მთელ მსოფლიოში ყველა ადამიანთან აგზავნის უფალი. არა მხოლოდ ებრაელებთან, არამედ წარმართებთან. და აკურთხებს მათ, რომ ნათელისენ და ნათელსცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ანუ ეუბნება ყოვლადწმინდა სამების სახელზე მონათლეთ ისინი. დაასწავებდით მათ დამარხვათ ყოველი რაოდენი გამცენ თქვენ. დასავლეთ მათ რომ დაიმარხვონ, ანუ დაიმახსოვრონ და საკუთარი ცხოვრების წესად აქციონ ყველაფერი ის თითოეული სწავლება, რომელიც მე თქვენ გასწავლეთ. და ბოლო სიტყვები, რასაც ეუბნება უფალი, და ესე რა, მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა ამინ. ანუ მე თქვენთან ვიქნები. ყოველთვის თქვენ ფიზიკურად ვეღარ დამინახავთ და ეხლა მათე მახარებელი ამას აღარ აღწერს, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ მარკოს და ლუკას აღწერილი აქვს შემდეგ უკვე უფლის ამაღლება. რომ სწორედ ამ სიტყვების შემდეგო აკურთხევდაო მათო, ლოცავდა ორივე ხელით და კურთხევას ამას მისცა აღვიდო და ზეცათო. ამაღლდა შემდეგ აი ამ სიტყვებისა უფალი და აღვიდო და ზეცად და აკურთხევდა მას და ესენი უყურებდნენ ზემოთ მიმავალს. და შემდეგ ანგელოზები ეუბნებიან, როგორც ზემოთ მიმავალს უყურებთო, ისე ნახავთო მერეო, თავისი დიდებითო ქვემოთ მომავალცო, მეორედ მოსვლის ჟამსო, კაცნო გალილეველნო, ანგელოზები ეუბნებიან. რას გახართო და უყურებთო იესოსო, აი როგორც ეხლა ხედავთო, ისე დაბრუნდებაო მერეცო. და უფალი უყურე ასე ეუბნება, აჰა ესე რამე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ. ჭეშმარიტათო, ანუ. მოდი ამ სიტყვაზეც გავამახვილოთ ყურადღება და ამით დავასრულებ კიდევაც. რას ნიშნავს ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა? როგორ? სოფლის აღსასრულამდე იქნება უფალი მათთან და მე აღარ იქნება? აი ხედავთ როგორი ვიდრეა ეს, ანუ ვიდრე ამ გაგებით არ ნიშნავს ვიდრეს დღევანდელი გაგებით. ანუ ვიდრე ძველი ქართული მნიშვნელობით იხმარებოდა გასამძაფრებლად რაღაცა მომენტისა. რაზეც იყო საუბარი, რომ ანუ ვიდრე აღსასრულამდე სოფლის, ანუ თქვენ იმის შემდეგ ისედაც ვიქნები. ხო, აი დაახლოებით ეგეთ მნიშვნელობა. სანამ სოფელი აღსრულდება, მაგრამ ეგ სანამიც, ანუ იგივე ვარიანტში, ანუ ისე კი არ უნდა ვიფიქროთ ჩვენ, რომ აი მანამდე იქნება უფალი ჩვენთან და მე აღარ იქნება.
მე თავისთავად იქნება ჩვენთან ერთად და უკვე ის იქნება ბედნიერება, მაგრამ უბრალოდ ყურადღებას ამახვილებს სწორედ იმ პერიოდზე, როცა ჩვენ გვიჭირს. და ჩვენ გვიჭირს მის მეორედ მოსვლამდე. და ამიტომ გვეუბნება, რომ მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლის, ანუ ვიდრე მეორე მოსვლამდე. ანუ როცა ნათქვამია სახარებაში, რომ იოსემო წარიყვანაო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიო და არა იცოდა მან იგიო, ანუ არ შეხებია მას, მათ შორის ხორცელი კონტაქტი არ მოხდარაო, ვიდრე არ შვა ზედა არ დაარქვაო იესო, ანუ ამაზე მთელი მithქმა მოთქმა იყო. აი სწორედ აქაც აი ეს დასტურდება. ანუ იგივე მნიშვნელობით არის, ანუ იქაც ეხა კრეხელური აზრი იქნება ძალიან თუ იმას ვიფიქრებთ, რომ თქვა იესოს შობამდე არ ქონია იოსებს ურთიერთობა მარიამთან და შემდეგ ქონდა. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. ეს აზრი გონებაში არ უნდა გაიკაროს ადამიანმა, იმიტომ რომ იქაც მაგაზეა ნათქვამი, რომ უბრალოდ იმ მომენტამდე მანძილის, აი იმ დროის გასამძაფრებლად არის ნათქვამი, რომ იქ ხაზია გასმული მაგითი, რომ აი ვიდრე არ შვაო ძეო, თორე არც მას მერე არ ქონია მასთან კონტაქტი.